რუსთავში ბინა, სადაც ბავშვი შველას ითხოვს, ცეცხლის ალშია გახვეული. წამებში ხანძარი მთელს სახლს ედება და აივანზე მყოფ მოზარდს ცეცხლის ზურგზე და ხელებზე წაეკიდა. ბავშვის განწირული ყვირილი დახმარების სათხოვნელად მეზობლებს ესმით და ეზოში მის გადასარჩენად იკრიბებიან. მაშინვე სასწრაფო დახმარებას დაურეკეს, თუმცა ცეცხლი უკვე როგორც თავად ხედავთ კადრებში აივანზეც გადმოვიდა. დრო არ იცდის, მაშველებზე დალოდება შეიძლება ფატალურად დასრულდეს. ბიჭუნას ახლა მხოლოდ გმირული სასწაული თუ გადაარჩენს. სწორედ ამ დროს მეზობელი გაზის მილებზე მიცოცავს თავგანწირულად საკუთარი სიცოცხლის ფასად. მესამე სართულზე აივნის საშრობი მოაჯირიდან ბავშვს მკლავი ძლიერად ჩასჭიდა და მეორე სართულზე დასახმარებლად მისულ მეზობლებს უვნებლად გადააწოდა. მართალია ბავშვს ხელზე რამდენიმე დამწრობა აღენიშნებოდა, მაგრამ თავარია რომ გმირმა მეზობელმა მირზა კუბლაშვილმა ემიგრანტი დედის შვილი გადაარჩინა და ბიჭუნას მეორე სიცოცხლე აჩუქა. ჩვენს ირგვლივ, ჩვენს ოჯახებში, ჩვენს სამეზობლოში ყოველთვის ცხოვრობენ უჩინარი გმირები, რომლებიც მზად არიან უანგაროდ საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ კი მათი სახელები მუდმივად უნდა გვახსოვდეს. გვახსოვდეს გმირები, გვახსოვდეს გმირი მეზობელი მირზა კუბლაშვილი. აი ავედი, აი გარედან ავედი, აი ტრუბებზე და ისე ჩამოვიყვანე რა. მე ახლა ისე ვარ სუმაკანკალებს აი შიგნით. ზანგაცა იყო და არ ვიცი ცეცხლი იყო და დავინახე შველას ითხოვდა და რავი ავედი და გამოვიყვანე რა და მე გამოვარდა ცეცხლი. გადარჩა რა. შოკში იყო ბავშვი. 12-13 წლის ბავშვია. ხო, დაახლოებით, არ ვიცი რა. ესე არ შემიხედია სახეზე ესე იყო რა. იქედან გთხოვდაო რომ დამეხმარეთო. დიახ. და რა მდგომარეობაში ახლა როგორც ვიცი სასწრაფო სასწრაფოსთან არის და მიხედავს რა ვიცი რა. ძალიან. და როგორ მოგწონთ ჩვენი პროექტი გმირების შესახებ, შეგიძლიათ მხარი დაგვიჭიროთ, მოგვიხოთ გმირობები, მოგვაწოდოთ ვიდეოები, რომელიც გინდათ რომ შემდგომ ისტორიაში იხილოთ. ასევე წინასწარ მადლობას გადაგიხდით ვიდეოს გაზიარებისთვის და გვერდის გამოწერისთვის.